ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური თავისთვის. აცხადებს ყობახიძე ღარიბაშვილის გუშინდელ წერილზე. მისი მტკიცებით არ იცის, რას გულისხმობს ღარიბაშვილი, როდესაც წერს, რომ მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ღარიბაშვილის ოჯახის უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს განცხადება, თქვა ყობახიძემ. მისივე თქმით, გუშინ ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ექს-პრემიერზე არ უსაუბრიათ. ყოველდღევივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ ჩემი შვილის საქმე გამოსაძიებელია, აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. ოჯახის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. 6 წელია ჯოჯოხეთში ცხოვრობს, ზეგ შევიდათ ახალ განცხადებას პროკურატურაში, ამბობს თეონა თამაზაშვილი. ჩინეთი ამერიკული ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს, აცხადებს თეთრი სახლი. ტრამპის ადმინისტრაცია ანგარიშს საქვეყნებს სახელწოდებით დიდი სატრანზიტო თაღლითობა. დოკუმენტში საქართველოს მცირე ზომის ეკონომიკების ჯგუფის კატეგორიაში აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად მოხვდა. დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი მისი პრეზიდენტობის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. როიტერს იფსოსის გამოკითხულებიდან ტრამპის საქმიანობა მოსწონს 33%-ს, არ მოსწონს 64%-ს. ამასთან ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა 80% შეშფოთებულია, რომ ომი ირანთან დიდხანს გაგრძელდა.